მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას, ჩვენი დღევანდელი საჯარო ტაროს სეანსის თემას წარმოადგენს ფინანსები, კერძოდ ივნისის თვის მიმდინარეობა. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური რესურსების, თქვენი საქმიანობის, გულისხმობ რა თქმა უნდა იმ საქმიანობას, რომელსაც მოაქვს თქვენთვის ფინანსური რესურსები, ფულადი წყაროები, აი ამ საქმიანობის ან პროფესიულ კარიერულ ასპარეზზე როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება ივნისის თვის დინამიკაში. ანუ განვიხილოთ ივნისის თვის ტენდენციები ფინანსებთან და პროფესიულ თუ ბიზნეს საქმიანობასთან მიმართებაში. სამი ვარიანტი მექნება, როგორც უკვე მქონდა დაანონსებული. სამწუხაროდ უფრო ადრე ვერ მოვახერხე ჩემი დაკავებული სამუშაო რუტინიდან თუ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, უფრო ადრე ვერ შევძელი თქვენთვის შემომეთავაზებინა ეს გაშლა, თუმცა ვფიქრობ, ჯერ კიდევ აქტუალურია ეს თემა და ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს თვე და შესაბამისად, ვინც ყურადღებით ადევნებთ თვალს ჩემს განახლებებს, თქვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნება. ეს თემა ვფიქრობ, ვინაიდან წინასწარ მქონდა დაანონსებული და ალბათ ყურადღებით იყავით ეს პერიოდი, გაინტერესებდათ თემა თვითონ და გაინტერესებდათ, როდის გავაზიარებდი ამ ჩანაწერს. ნახოთ სპონტანურად მე ახლა გავააქტიურებ დასტას სტიქიებით, ტრადიციულად როგორც ვაკეთებთ ხოლმე, ჰაერისა და ცეცხლის სტიქით და ვნახოთ ივნისის თვის ტენდენციები. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი გვექნება წარმოდგენილი. ივნისის თვის ფინანსები, ფინანსური ენერგიები თვის განმავლობაში. პირველი ვარიანტისთვის, ივნისის თვის ფინანსები მეორე ვარიანტისთვის და ივნისის თვის ფინანსები მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. ფინანსები და ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია და რომელიც წარმოადგენს თქვენი ფინანსური რესურსების უშუალო, ასე ვთქვათ, წყაროს. როგორც ხედავთ, წარმოდგენილია სამი ვარიანტი. აირჩიეთ ინტუიციურად სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ის არკანი, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ, რომელიც ინტუიციურად უფრო ახლოს მოვა თქვენთან, ან თუ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ ფინანსებთან დაკავშირებით და გაინტერესებთ თითოეული ვარიანტი რისი მომცემი იქნება თქვენთვის და რამდენად წარმატებული იქნება ეს სულად თქვენთვის, შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტიც აირჩიოთ. სამ ვარიანტად გვაქვს წარმოდგენილი, როგორც ხედავთ, ალტარზე არკანები და ვარიანტები. და მოусმინოთ, თქვათ, სამივე ვარიანტს. ან თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, სამივე კარტის პროგნოზებს მოусმინეთ და უკვე მიღებული ინფორმაციის, მოსმენილი ინფორმაციის სინთეზი მოახდინეთ თავად თქვენ. მე კი რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა და გამიგრძელდეს ვიდეოც, უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის გაშლით და მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობს ივნისის თვე თქვენთვის ფინანსებთან დაკავშირებით პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს. ეს არის არაჩვეულებრივი არკანი, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს. მეც ისე მიხარია ხოლმე, როდესაც რაღაცა დადებითი პროგნოზი ამოდის და დადებითი არკანი ამოდის, თითქოს როგორც საკუთარ თავს რო უშლი ხოლმე. მაინც არ მეყვარს ხშირად საკუთარი თავისთვის კარტის გაშლა, მაგრამ როცა რაღაცა ისეთი განსაკუთრებული რამ ხდება ცხოვრებაში და მინდა რომ წინასწარ ვიცოდე, ხშირად, არც ისე ხშირად, მაგრამ ასეთ დროს მიჭირს ხოლმე თავის შეკავება და ვუშლი ხოლმე საკუთარ თავს კარტს. ამ შემთხვევაში თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის შემიძლია ასეთი რამ თქვა, რომ ივნისის თვეში ის ჩანაფიქრები, ის წინა პერიოდი, რაც უძღოდა აი ამ თვის დაგვირგვინებას წინ, ხომ, როცა რაღაცა წრეიკვრება, როცა რაღაცა სრულდება, როცა რაღაცა ბუნებრივი დასრულება ხდება, ხო, რაღაცა შედეგი, როგორც ასეთი, შეჯამება, როგორც ასეთი, როცა გვინდა მივიღოთ, ხო, შედეგი. აი ამ შედეგს
მით უმეტეს, როცა ეს შედეგი არის გრანდიოზული, რაღაცა მასშტაბური, რაღაცა დიდი, ხო? რაღაცა წინა პროცესი უძღვის ხოლმე წინ და ეს პროცესი ხშირად გრძელდება თვეები, გრძელდება წლები, რაღაცა დიდ შრომას ვდებთ და დიდ დროით რესურსსაც ვდებთ ამა თუ იმ მასშტაბურ პროექტში თუ ისეთ ნაბიჯში, რომელსაც მოაქვს რაღაცა მასშტაბური წარმატება თუ წინსვლა ჩვენს ცხოვრებაში. ხო, აი თქვენ ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი ფინანსებთან დაკავშირებით, თქვენს საქმიანობასთან მიმართებაში, შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ რაღაცას შეაჯამებთ, რაღაცა შედეგს დადებთ, რომელიც არ იქნება რაღაცა რიგითი ერთი ნაბიჯი და რაღაცა აი რიგითი რაღაცა სვლა, რომელიც უბრალოდ უნდა გააკეთო, აი მაგალითად ხელფასის ჩარიცხვა ან რაღაცა თვის შეჯამება. არ არის ეს არც ერთი თვის შეჯამება, არც ერთჯერადი რაღაცა ბონუსი, ეს არის რაღაცა გრანდიოზული პროექტის დასრულება, რაღაცა მასშტაბის გაფართოება, მაგალითად თუ თქვენ გქონდათ იდეაში მოაზრებული, რომ თქვენი ბიზნეს საქმიანობის მასშტაბები გაგეზარდათ, გასულიყავით თქვათ უფრო დიდ ბაზარზე, გასულიყავით თუნდაც უცხოურ ბაზარზე, აი ესეთი დონის შედეგი მოაქვს თქვენთვის ამ თვეს, რაღაცას შეაჯამებთ, რაღაცა წარმატებულ პროექტს მოაწერთ ხელს, ან წარმატებულ შეთანხმებას, ან რაღაცა ისეთ გარიგებას მასშტაბურს, მსხვილს, რომელსაც აქამდე შესაძლოა მიუხედავად თქვენი შრომისა და თქვენი ადამიანური რესურსის გახარჯვისა შეიძლება არც კი ელოდებოდით. რაღაცა გაგიმართლებთ, რაღაცა დაგიფასდებათ, რაღაცა დიდი და მასშტაბური აღიარება, შეჯამება, შედეგი, მსხვილი ფინანსური მოგება, ან რაღაცა ისეთი პროექტი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც მოაქვს თქვენთვის გაფართოება. შეიძლება იყოს თქვენი საქმიანობის გაფართოება, შეიძლება იყოს რაღაცა პროექტის დასრულება, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგი, უკვე მოაქვს აღიარება თქვენს წრეებში. ნუ ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური, ხო? თითოეული ადამიანის საქმიანობის სფერო ეს არის ინდივიდუალური, ეს არის საჯარო გაშლა და რა თქმა უნდა, ყველას საქმიანობას და პროფესიას მე ესე ვერ ჩამოვთვლი, ხო, ნუ ეს სისულელე იქნებოდა, მაგრამ ყველას შემთხვევაში რაც აი პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს რაც გაერთიანებთ, არის ის რომ რაღაცა დასრულდება, მაგრამ დასრულდება არა ცუდად, რომ რაღაცა ვთქვათ, სცადე და არ გამოვიდა, არამედ პირიქით ლოგიკური დასასრული, შეჯამება, შედეგობრიობის თვალსაზრისით ეს შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ფინანსური მოგება, ვიღაცისთვის სარფიანი ესეთი წარმატებული გარიგების გაფორმება, უცხოეთში გასვლა, უცხოელ კონტრაქტორებთან დაკავშირება და მათთან რაიმე კონკრეტული ესეთი სასარგებლო ესეთი გარიგების გაფორმება, ან რაღაცა ისეთი საქმიანობა, რომელსაც მოაქვს დიდი ფინანსები, რაღაცა გაფართოება ფინანსებში. მოკლედ ყველა მხრივ ეს არის დადებითი პერიოდი, ამიტომ თუ სადღაც შიში, ეჭვი გეპარებათ, რომ რაღაცა შეიძლება კიდე არ გამოვიდეს, ან თქვენმა ძალისხმევამ შედეგები არ გამოიღოს, ეს შიში უკუაგდეთ, მოიკრიბეთ მთელი თქვენი რესურსი, მთელი თქვენი ენერგია და ეცადეთ, რომ აი ეს დაგვირგვინება აი ამ თქვენი შრომისა იყოს მაქსიმალურად წარმატებული, არ დაყაროთ ფარხმალი, ფაქტიურად თქვენ რაღაცა ბოლო ეტაპს გადიხართ. აი ესეთი გახდეთ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, ფინანსებთან და ბიზნეს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, რამდენად მოვიდა ახლოს თქვენთან ეს პროგნოზი, ხოლო გარდა ამისა, იმისთვის, რომ მეტი მატერიალიზების ძალა მიეცეს ამ ვარიანტს, მართლაც ყველა მხრივ პოზიტიური ესეთი პროგნოზი ამოვიდა, დაწერეთ კომენტარებში და იყოს ასე აღსრულდა. და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი ივნისის თვის ფინანსებთან, ბიზნეს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტში ამოგვდის საკმაოდ ცეცხლოვანი, ენერგიული და ამ მხრივ პოზიტიური არკანი, ეს გახლავთ კვერთხების რაინდი. ივნისის თვეში მოვლენები თქვენს ფინანსურ, პროფესიულ, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით განვითარდება საკმაოდ იმპულსურად, დინამიურად,
და სწრაფად. შესაძლებელია ამ პროცესებში ჩართული იყოს კონკრეტული ადამიანი, ეს კარის კარტი შესაძლოა გამოხატავდეს თქვენს შინაგან ენერგეტიკულ მდგომარეობასაც, რომ თქვენ ხართ ისეთი ენთუზიაზმით სავსე, ანთებული, რაღაც აი შემოქმედებითად უყურებთ იმ საქმეს, რომელიც თქვენი ფინანსების წყაროს წარმოადგენს და ეს არ არის მხოლოდ რაღაცა საქმე, რომელმაც უნდა გარჩინოთ, ან ეს არ არის ისეთი ენერგეტიკა, რომ რაღაცა ხელფასზე მუშაობს მარტო ადამიანი და მარტო ფულისთვის მუშაობს, აქ ჩანს ენთუზიაზმი, აქ ჩანს შემოქმედებითობა, აქ ჩანს ცეცხლოვანი ენერგია, უბრალოდ აქ არის ერთი პატარა მინიშნება, რომ ეს შინაგანი იმპულსურობა და ცეცხლი, რომელსაც თქვენ ასე დაუნანებლად, თუ შეიძლება ითქვას და ესე ღიად ხარჯავთ, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ცოტა თქვენი გადაღლა, გადატვირთვა, გამოფიტვა, ამიტომ ეცადეთ, რომ აი ამ პროცესში მხოლოდ თქვენი ენთუზიაზმის და თქვენი შინაგანი ენერგიის, ენერგეტიკული პოტენციალის და რესურსის იმედეთ არ იყოთ და თუ ეს არის რაღაცა ისეთი სამუშაო, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანზე არ შეიძლება რომ იყოს დაყრდნობილი და საჭიროებს გუნდურობას, ყველაფერს თქვენს თავზე აიღებთ, ყველაფერს თქვენ უიტვირთავთ და ეცადეთ, რომ მოხდეს აი ამ მოვალეობების საქმესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გადანაწილება, იმიტომ რომ არსებობს ენერგეტიკული გამოფიტვის საფრთხე. ასევე შესაძლებელია თუ ეს უშუალოდ თქვენზე არ მესაუბრება, თქვენს პიროვნულ შტრიხებზე, შესაძლებელია თქვენს აი ამ ფინანსურ საქმიანობაში, ფინანსებთან დაკავშირებით იყოს ისეთი იმპულსური, ცეცხლოვანი ადამიანი და უფრო მამაკაცურ ენერგიებს ხედავ მე აქ ჩართული, რომელიც შესაძლებელია დიდი ენთუზიაზმით იყოს სავსე, ოპტიმისტურად იყოს განწყობილი, რაღაცა იმედებიც ჰქონდეს აი ამ საქმესთან მიმართებაში და გარკვეულ ენერგეტიკულ რესურსსაც დებდეს ამ ყველაფერში, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც არის სწრაფად აალებადი ადამიანი, რომელიც იმპულსურად გამოხატავს თავის ემოციებს, თავის შეხედულებებს, არ არის ხანგრძლივადიან პერსპექტივაში სტაბილურად, დისციპლინირებულად მოქმედების ენერგეტიკა ამ ადამიანს არ გააჩნია, ვინაიდან ეს არის როგორც აღნიშნე, იმპულსური, ფეთქებადიც კი გარკვეულწილად ხასიათის მქონე ადამიანი, რომელსაც არ ეყოფა უბრალოდ საწვავი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბჭყალებში ჩავსვა ამ სიტყვას, ანუ ენერგეტიკული მარაგი და რესურსი იმისა, რომ დიდხანს გაძლოს ერთი და იგივე საქმეში, მით უმეტეს თუ ეს საქმე მოითხოვს რუტინას, სტაბილურ, ერთფეროვან სამუშაოს შესრულება თუ უწევს ამ ადამიანს, მისი იმპულსურობა იფერფლება, ქრება და შესაბამისად ერთ დღეს თუ არის ანთებული და მთელი ენთუზიაზმით ჩართული, მეორე დღეს შეიძლება მას ენერგეტიკული რესურსი აღარ ყოფნიდეს ამ ყველაფრისთვის, ამიტომ ასეთ იმპულსურ ადამიანზე თუ არ იქნებით დამოკიდებული, ძალიან კარგი იქნება და რაღაცნაირად დააბალანსებთ ამ ენერგიებს, ცეცხლოვან ენერგიებს, ხოლო თუ თქვენს შინაგან ქარიზმატულობასა და თქვენს შინაგან ცეცხლზე მესაუბრება ეს არკანი, მაშინ ესეთი რჩევა მექნებოდა, რომ ეცადეთ, რომ ეს ენერგორესურსი, ეს შემოქმედებითი საწვავი, ენერგია, შინაგანი ადამიანური პოტენციალი გამოიზოგოთ, აი ძალიან უხეშად ვიტყვი, მით უმეტეს თუ საქმე მოითხოვს ხანგრძლივ და სტაბილურ მუშაობას. სხვა მხრივ თვე იქნება ძალიან აქტიური, ძალიან დატვირთული, ძალიან მოძრავი, შესაძლებელია უფრო მეტი აქტიურობა მოგიწიოთ, მეტი მოძრაობა მოგიწიოთ, თუ თქვა წინა თვეებში არ იყო ისეთი დინამიური განვითარება თქვენი საქმიანობისა და თქვენი ფინანსებისა, ამ შემთხვევაში პირიქით ხდება, რაღაც აქტიური პერიოდი გეწყებათ, ამიტომ გჭირდებათ მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ენერგიის დონე იმისთვის, რომ აი ამ სწრაფ ტემპს გაუძლოთ თქვენი საქმიანობისა. აი ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტის პროგნოზი ფინანსებთან დაკავშირებით, ივნისისთვის ფინანსებთან დაკავშირებით, ხო ერთსაც დავამატებ, შეიძლება ეს გადაადგილება, ეს ტრანსპორტირება, ეს რაღაცა გზასთან დაკავშირებული ენერგიები უკავშირდებოდეს როგორც შიდა ქვეყნის შიგნით გადაადგილებებს, ასევე საზღვარგარეთ მოგზაურობასა თუ გადაადგილებასთან. ახლა აქ არ არის
საუბარი, რა თქმა უნდა, მაინც და მაინც რაღაც ეს გასართობ მოგზაურობაზე, ეს უფრო საქმიან მოგზაურობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები, ჩემო მეგობრებო, მეორე ვარიანტთან დაკავშირებით, ასევე თუ მიგენიშნათ ეს ინფორმაცია და თუ მოვიდა თქვენთან ახლოს და გჭირდებათ ეს დინამიკა, ეს დინამიურობა, ეს მოძრაობა, ეს აქტიურობა, ეს გადაადგილება და ეს სულ მოძრაობაში ყოფნა, თუ სჭირდება ეს თქვენ საქმიანობას, მაშინ ამ ვარიანტის მატერიალიზებისთვის, იმისთვის, რომ ეს ენერგიები ასე პოზიტიურად და ასე შემოქმედებითად შემოვიდნენ თქვენს რეალურ ცხოვრებაში, როგორც გვიჩვენა კარტმა, მაშინ დამიწერეთ კომენტარებში და იყოს ასე აღსრულდა. და მოდით ნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში წინა ორი ვარიანტისაგან რადიკალურად განსხვავებულ ენერგიებს ვხვდებით. ამოდის არკანი სიკვდილი, მე-13 არკანი ამოდის, თუმცა ნუ შეგეშინდებათ, ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი, აქ რა თქმა უნდა ფიზიკურ სიკვდილსა და გარდაცვალებაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ თვეში თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში, თქვენს ფინანსურ საქმიანობაში, პროფესიულ თუ ბიზნეს საქმიანობაში მოხდება რაღაცა რადიკალური ცვლილება, რაც გამოიწვევს, განაპირობებს გარკვეული გარემოებების დასრულებას თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში. თქვენი ცხოვრების აი ამ კონკრეტულ სფეროში, რაზეც ახლა ვაკეთებთ ტაროს სეანს, რაზეც ვატარებ ტაროს სეანს. ადამიანები, რომლებიც აღარ ასრულებენ დადებით თუ შემოქმედებით როლს აი ამ სფეროში, რაშიც თქვათ ერთად ხართ და მოღვაწეობთ. ან ის გარემოებები, რომლებიც აღარ მუშაობენ, აღარ ემსახურებიან თქვენს ფინანსურ ზრდას, თქვენი საქმიანობის ზრდას, ეს ძველი დრომოჭმული ყველაფერი აბსოლუტურად პროცესები დასრულდება, განულდება და რაღაცა დაიწყება ახლიდან, რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში. წარსული უნდა დარჩეს წარსულში. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ბუნებრივია, ალბათ ეს არკანის შემთხვევით აქ არ ამოსულა და არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც საჭიროებს წერტილის დასმას, დასრულებას, რომლებიც თქვენ შეიძლება უფრო კარგად იცით ეს ყველაფერი, რა უნდა დასრულდეს, ან ვისთან უნდა დასრულდეს, ან როგორ, მაგრამ გაქვთ გარკვეული ემოციები, ხო? გაკავშირებთ წარსული, გარკვეული მოგონებები და ეს არ გაძლევთ უფლებას, თითქოს არ გაძლევთ შესაძლებლობას იმისა, რომ რაღაცა ისე თავისუფლად, დაუნანებლად დაასრულოთ. მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი, რაც თავის დროზე იყო ძალიან კარგი და დადებითი, ახლა იქცა რაღაცა ტოქსიკურ მომწამვლელ ელემენტად თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში, თქვენს ფინანსურ საქმიანობაში, შესაბამისად ეს ყველაფერი არის დასასრულებელი. სამსახური შესაძლებელია, რომელიც აღარ ემსახურება თქვენს პიროვნულ ზრდას, შესაძლებელია ხელფასი გერიცხებათ, რაღაცა ფული არის სტაბილური, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ჩარჩოებში ჯდებით. ეს აღარ გაკმაყოფილებთ, თუმცა ვერ ბედავთ, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ. აი, რაღაცა წარსულსა და რაღაცა წინა ეტაპსა და მომავალ ეტაპს შორის ხართ გაჭედილი, ახალი ჯერ არ დაწყებულა და ძველი უკვე აღარ მუშაობს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივი პროცესი იქნება და ჩაივლის ადამიანური რესურსის, თქვენი ემოციების თუ თქვენი, ასე ვთქვათ, შინაგანი ენერგეტიკული დანაკარგების გარეშე, მაგრამ ეს არის ერთგვარი გარდამავალი ტრანსფორმაციული ეტაპი ივნისის თვე თქვენს ფინანსურ სფეროში, რომელიც უნდა გადალახოთ. არ ვიცი,
ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს ინდივიდუალური სცენარის სახით გათამაშდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, საერთო ენერგეტიკული მაკავშირებელი და საერთო ენერგეტიკული სურათი, რასაც მაძლევს ეს არკანი, არის ის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, სერიოზული, მასშტაბური დასრულდება. ეს დასრულება არ იქნება სუბუქი და არ იქნება დანაკარგების გარეშე, გარკვეულ ადამიანურ რესურსს ეს პროცესი წაიღებს ნამდვილად, მაგრამ ეს დასრულება თქვენ მოგცემს შესაძლებლობას დაიწყოთ რაღაც სრულიად ახალი, უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საჭირო თქვენთვის, თქვენი პიროვნული ზრდისა და თქვენი ფინანსური ცხოვრების ზრდისთვის, ვიდრე ეს იყო აქამდე. დამიწერეთ კომენტარებში, რა ეტაპს გადიხართ ახლა, რას ფიქრობთ, რომ რა შეიძლება დაასრულოთ და რა შეიძლება დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში აი ამ დასრულების შემდგომ. ნამდვილად საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. აი ასეთი გახლდათ მესამე ვარიანტის პროგნოზი ივნისისთვის ფინანსურ, ბიზნეს თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი შთაბეჭდილებები, ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ვცდილობ ხოლმე, რომ პასუხები უკავშირის სახით დაგიბრუნოთ. პირად სეანსებთან დაკავშირებით, ვინც დაინტერესებული ხართ ჩემთან პირადი კონსულტაციის გავლით, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. ეხლა კი დაგემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე.